მოგესალმებით ჩემო ლამაზო მეგობრებო. დღეს არის მე მგონი 1 მაისი, თუ კარგად მახსოვს, ძალიან კარგი ამინდია, 28 გრადუსია და გადავწყვიტეთ რომ წავსულიყავით საქანელებზე, ანუ პარკში, სადაც არის ძალიან ბევრი ატრაქციონები და ამიტომ წავიდეთ ერთად მე, ბავშვები და ჩემი ძამიკო. და მივიდივართ ყველანი ერთად და ძალიან მაგრად დროს გავატარებთ. ჯერ კიდევ არ ვიცით, მაგრამ ძალიან მაგრად დროს გავატარებთ.
დაღლილები, მაგრამ ძალიან ყმაყოფილები ბრუნდებით სახლში და ახლა მინდა გაჩვენოთ უბრალო ორი რეცეპტი, რომელიც ბევრმა ვიცით, მაგრამ მეთქი იდეებს მოგცემთ თუ მინდა რომ გაჩვენოთ ჩემი უსაყვარლესი და უგემრიელესი ორი რეცეპტი, ორივე ძალიან ადვილი. აქ ვიწყებ ტკბილ კარტოფილის დაჭრას, აი ასე თხლად. მრგვალებად ეს რეცეპტი უკვე გაგიზიარეთ, მაგრამ არ მიჩვენებია მე როგორ ვაკეთებ. აი ასე ვჭრი, შემდეგ ვათავსებ გამოსაცხობ ქაღალდზე ღუმელში, ვაკეთებ აი ასეთ ოთხკუთხედ ვაწყობ ჩემი ამ კარტოფილის დახმარებით. ოღონდ უნდა იყოს წითელი კარტოფილი, იმიტომ რომ ჩვეულებრივ კარტოფილს უფრო მეტი მოხარშვა სჭირდება და მაგარი იქნება. აქ მაქვს ორი ყველი, ჩედარი და ჩვეულებრივი ჩახეხილი ყველი, ანუ შედახ ძალიან უხდება ეს ყველი, ძალიან. ზემოდან ესე მოვათავსოთ ყველი, აი ასეთ ოთხკუთხედი ფორმასავით მივეცი და შემდეგ ვათავსებ ღუმელში 220 გრადუსზე. 15-20 წუთი. შემდეგ აქ ვამზადებ სალათას. ვამზადებ, რაც უნდა შიგნით ჩავდო, რაც სახში გაქვთ. მე ძალიან მეყვარს კიტრი პამიდრით, სალათით და ჩვეულებრივი მოხარშული ქათმით. აი, ყოველ დღე შემიძლია ვჭამო. დილა, საღამოს, შუადღით, როცა გინდა, აი, ვერ წარმოგიდგენთ, როგორი გემრიელი, განაყრებს და სასარგებლოა. აქ დავჭერი ასევე თხლად პამიდორი, კიტრი, აქ მე მაქვს მწვანილიც, მწვანე ხახვით შეგიძლიათ რომ დაუმატოთ. კინძა არა, უფრო ოხრახუში უხდება ძალიან. დარწმუნებული ვარ, კამაც მოუხდება და ქათამი, რა თქმა უნდა. ძალიან უხდება ძეხვიც, შეგიძლიათ ხორცის გარეშეც გააკეთოთ. ყველაფერი შეიძლება რომ ჩაიდოს და ყველაფერი უხდება. გამოვიღოთ ღუმლიდან, აი ასეთია გემრიელი, კარგად შუშხუნებს, ამოვაბრუნოთ, ცოტა ხანი დააცადეთ რომ გაცივდეს და მერე ამოაბრუნეთ, ჩემსავით არ იჩქაროთ, თორე გვეშლება. მერე ასე შეიძლება ამობრუნდეს, ანუ ამოაბრუნო და მერე მოხსნა გამოსაცხობი ქაღალდი. აქ უკვე როგორც გინდათ, სოუსი, სალათა, ხორცი, პამიდორი, კიტრი, მწვანილი, როგორც გითხარით, ძეხვი, ყველი, ჩვეულებრივ შეგიძლიათ ყველით ჩადოთ. აი ასე კარგად ვავსებ, ოდნავ მარილს ვაყრი, რადგან მარილი არ დამემატებია და აი ასე ვკეტავთ რამენაირად და მივირთმევთ. ვერ წარმოგიდგეთ რა გემრიელია. ეს არის ტაკოს გლუტენის გარეშე, ყველანაირი ხორცი და ცომის გარეშე. ძალიან მიყვარს. ვაგრძელებ ახლა მეორე დღეს, ვიყიდი ასეთი ფასდაკლებაში ვიჩინა, უფრო რაღაცნაირად გავს სალას და ეს რო დავინახე, მეთქი უნდა კარტოფილი. გემრიელად შევწვა სალაში. ამიტომ დავჭრი წვრილად ჩემს სალას და შევწვავ კარტოფილს, როგორც ადრე ჩვენი ბაბუები და ჩვენი მამები გვიწვავდნენ კარტოფილს ხოლმე სალას ცხიმში. როგორ მეყვარს იცით? ახლა გავამზადებ აქ გვერდზით სალათას დავჭრი, რა თქმა უნდა, წნილეულობა, ძალიან უხდება წნილეულობა. მოვათავსებ ჩემს ტაფაზე, რაც დამჩა გავყინავ. აი ასე კარგად შეიწვება, რა თქმა უნდა, პატარა სუგვერდით მყავს, როგორც ხედავთ, პატარა ფაფუნები ზის მაგიდაზე. ვჭრი კარტოფილს, როგორც თქვენ გინდათ, ისე დაჭერით. მე ვჭრი ესე, როგორც დედაჩემი ჭრიდა, სულ და მახსენდება ბავშვობა და როგორც კი შეიწვა ჩემი სალა, ზემოდან დავდე ჩვენი კარტოფილი, ცოტა კიდე შეიწვას და შემდეგ ამოვაბრუნე კარგად და თითოეული სალა რომ შემხვდა, ამოვიღე, რომ არ დაიწვას, რადგან სალა მალევე იწვება
და ჩვენ გვინდა რომ ხრაშუნ და გემრიელი სალა გქონდეს და არა დამწვარი დაბუგული. ამიტომ ასე ამოვურევ და სალას გვერდზე გადავდებ, რომ შემდეგ ზემოდან მოვაყარო. ასე. რა თქმა უნდა, კარტოფილს ყოველთვის წვავ, არ ვიცი, სულ მე დამწვარი მაქვს ჩემი კარტოფილი, მაგრამ გემრიელია. შემდეგ სახში მქონდა ხახვი, მწვანე ხახვი, რომელიც მისწრება აი ასეთ კარტოფილზე ზემოდან მოყრა და ასე მე მგონი ყველაზე არ ვიცი, უბრალო ვახშამი, მაგრამ ყველაზე გემრიელი. ჩემი აჯებ-სანდალი რომ მქონდა გაკეთებული, ვერ წარმოგიდგით, როგორ გემრიელად მივირთვით.